ზედმეტი ხوار ამარიამ ჩემი ჩათვალე. ეს კაცებს რო აქ ხომე სტუდიის მომზადების პროცესი ეს ამას ჩავსავთ. სტუდია მაგარი კადრამდე ნახე, კადრამდე. ესე იგი ცუგები აქ ყავს ამ შაბათ-კვირას დაგვაწყდა საჭმლის წამოღება, შემდეგზე დაგაპურებთ. ეს ჩაკნორისია. ესენი ჯერ მუშაობენ. გოგოებო. და და კოგოებია ცოტა მგონიან ცი. კარგი, დავიწყოთ, ხო? სტუდიას შევაპაჩინკებ. სტუდიას რა აბშელოდებით აქ ხალხი და გამზადებთ. და წინა ლაივისგან განსხვავებული ლაინაპი ვარ და მოკლედ წინა განმეორდეს. ხო, საჩალეკო სტუდიაში. რო წინა ლაივი მე არ მაქვს. არა დავთხოვე თუ ვინახა, მაგრამ ეთქობა აქამდე ვერ მოიცავ როგორც ვთქვა და ვიდეოს დასაწყისში რა დავიწყოთ, რომ გამოგიწერეს ვიდეო. აუცილებლად. არა, ჯერ პირველი ვიდეოა და დებულება შესაბამისად სპონსორებით აქვს. არა, რატო აგი გავხსნა. კარგი, ისა, რა ქვია, რა მდგომარეობა გვაქვს ახლა გავაცნოთ საზოგადოებას, ამით დავიწყოთ და მე ნელა მდგომარეობას რაც შეეხება დღეს ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი დღე იყო ჩემი აზრით, რაც ჩვენი სამეგობრო შედგა და აქ დაიწყო. შენ რო ფიქრობდი რომ ბოლოში ვერ გავყავდა ვერასოდეს დღეს გავიდა. არა, ახლაც ვერ გავიდა, მაგრამ ამ დღეს გეგმა შენს პირის გეგმა. ხვალე ჩავსასვლელი აღარო. კი ვარ შენ. აჰია. საქმე ისი რა შემეგობრებო. ჩვენ ეს მიწავიყიდეთ 7500 კვადრატული მეტრი და ახლა დღეს იმდენი მოვინდომეთ, ეს გავედით გან და რამდენი არის? საფლავებისკენ გადავედით მეგონი უკვე და 1 ჰექტრამდე ავედით ჯამში რაღაცა მოვამატეთ ეს. სოდოა გამხელილი ჯობიო და აქ ახლა მეც კი არაფერს არ აკეთებ. ცოცხალი ოკუპანტები ვართ დაახლოებით. არა, აქ რო ჩამოვედით რაღაცა 10 არქიტექტორი რაღაცა ჩამოვიყვანეთ გეოდეზისტები დაუსვით წერტილები და ტოპოგრაფია რო გაკეთდა საბოლოოდ აღმოჩნდა რომ არც ერთი კუთხე სწორი არ გვაქვს გარდაგზის რომელიც შემოღობილია მაგას საკადასტროს ღობე არსად არ ემთხვევა მაგრამ ყვარი ადგილობრივია მაგრამ ერთი არის ყვარი ადგილობრივია თავარი რომ როგორც გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აქ ჩამოგდის ბუნებრივად მდინარე უბრალოდ ღელი და ღელი არა აქეთ ღელი და იქეთ ნახე არა ეს ისი რომელი ღელია აი სადღიგზე რომ შრომობ ხოლმე ღელი გულდანს გაუმარჯოს და აი ღელი არა შენ არიცი რა არის შენ მალე მორჩის ჩემმა ინგლისურის მასწავლებელმა იცოდა ეგრე რომ რაღაცა სიტყვაზე თუ არასწორად უპასუხებდი ანუ შენ ღელი ღურდანიც არ გწოდია ეგ იქეთ პოსოკა ეს დიდი ხანი რო ყნოსო ერთი დადებითი გვაქვს მეგობრებო რომ ჩვენ როგორც იცით გვინდა რომ ვაწარმოოთ საბოლოო ჯამში ღვინო, კაკლის მურაბა, კოტეჯი, მაგრამ რაც აქამდე ვასრულებთ ყოველთვის აუ მაგარი მოსავალი ხო არის ჩვენი ბარათიანი ულამაზესი ტონებით ახსავსე ჯონჯოლი რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი სამეგობრო 10 ადამიანია მაგრამ დამოუკიდებლად საქმეს ვერ ვასრულებ ამაში გალბატონი ნადი გხმარება რომ იქცეს პროდუქციად და აი რავი თუ წარმოებაში ჩავშვით მასიურ წარმოებას ჩვენ გვაქვს ახლა 2 ტონა და ჯონჯოლი თქვენ ნამდვილად ჯონჯოლს შეჭამთ და აკაციის ფოთოლს არა ნახეთ როგორი მოკეთ აი ამ ხეებზე იყო ჯონჯოლი გავკრიფეთ რაღაცის ამერიკული არ გამართლება და მე ჭამთ ხოლმე რა ზამთარში მოგვაწყვეტო და რაღაცა თემები და მაგა კარგია ადგილობრივი ჯონჯოლი რო იმას გვექნა არ ჯობ რო დაგვერგა ჯონჯოლი ხო უფრო მეტ ანუ ახლო მაგრამ ვიზავდით იმდენად არა ჯონჯოლი იყიდება ქვეყანაში რომ ჯონჯოლზე მოთხოვნა რესტორნებში აკაციას გაჭმევენ ან რო იმას ხნა შეიძლება აკაციაც არ იყოს კარგი დიგა რესტორნების მომარაგებას აპირებ არა რესტორნების მომარაგებას არა უბრალოდ რომელი რესტორნი თვითონ მოთხოვნას მჟავეზე როგორც ესეთი ჯონჯლის მჟავეზე ისა ლევასაც ლევას დახმარება ჭირდა ლევანი წავს მას წვაც
ნუსამაც მეგობრებო, ჩვენ წარმოებაში თუ გინდა რომ ამ კონტროლზე ვფიქროთ, დახ აქ ადგილობრივებისგანაც შეგვიძლია თქო. ეგ იჭმევა? ეგ იჭმევა? ესე? რავი, ვერავს და შეიძლება ფოტონით მოგდღამ, მაგრამ ვერი არაფერი ის. მაგრამ დამცინდება და კი ბატონო. კაი, ეხლა რო გადავიდეთ საქმეზე, ხო? რა გვაქვს საქმე? სიახლეები. როგორც იცით, ცოტა დახმარებით, ცოტა ამბებით, წავედით კოტეჯისკენ, დავიძარეთ. ხარჯთა ღრიცხვა გაკეთდა. ეხლა ეგ უნდა ითქვას თუ არა, არ ვიცი. კაი, მაგრამ მე ამოჭერი თუ არ უნდა ითქვას, ან ჩასი. მაგარი ხარჯთა ღრიცხვა გავაკეთეთ, გავთვალეთ ყველაფერი აბსოლუტურად. რაც არ ჯდება არაფერ თანხებში, მაგრამ 50000 ლარი გვაქვს, მეტი არ გვაქვს და უნდა ავაშენოთ კოტეჯი და საუნა. გადახში გზავნილი გვაქვს და ეხლა ეტაპზე ვართ, რომ უნდა დამტკიცდეს საბოლოოდ ეგ თანხას მოგწონთ თუ არ მოგწონთ. აქ კიდე ერთი პრობლემა არის, რომ ჩვენი სესხებლების ფინანსური შესაძლებლობები ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. ამიტომ თანამსესხებლები უნდა იყოს. როგორც აღმოჩნდა ბედის უკუღმართობით თანამსესხებლებშიც გაჭირვება და ანუ ბანკში ფიქრობენ რომ 10 ადამიანი მოვიდა უნდა საქმის გაკეთება გადახტა 10 ადამიანს თვეში შეუძლია 66 ლარის და ითხოვენ 50000 ლარი მოკლედ ჩაუდღეში ვარ და რა იქნება არავინ არ გადახტა შეგვიძლია მაგის დამტკიცება შედის სტუდიაში ხორის პატაზღარამია შედის სტუდიაში სუნი დადგა მეგობრებო და რაც ის არის კარგი ნიშანია ლევან საღოლ გენასვალე მე ლუცმოვსვამ და გიგა რაიმე ის ოპერაცია თქვით გადავალ შეიძლება ის 13 პლუს დაეწერება რომ გამოვიდა არა YouTube-ი თავისუფალი სივრცეა მოწევად შეიძლება დალევად არ შეიძლება გახვიდეთ და იქნები ხა პატოვაც იყობენ ხო და გიგა რაიმეზე გვესაუბრეთ რა დღეს რა გააკეთე გიგა მომგახსენე ხო ბაზარია რა დღეს ერთადერთი ყველაზე მთავარი რაც გავაკეთე იყო აუქცენი სმენის ბენზოცელი არ გაუგდია ხელიდან არა მაგაზე არ გეკითხებით ადგილზე რა გააკეთე ადგილზე გადავჭერი ყველა ბალახი ერთი ვაზი და გადავარჩინე სიკვდილს ბაყაყი მაგარი სიკვდილი გიგასკან ელოდებოდა გადავარჩინე თავი შევიკავე მოკლედ ესე იგი ბალახი არის ჩვენი მთავარი მტერი ყოველ ჩამოსვლაზე ეს ბალახი არის ხო ჩვენი მთავარი გამოწვევა ეს ბალახი ყოველ ჩამოსვლაზე სიცოცხლის იბრძვის უნდა რომ გაიზარდა ხშირად გვიგებს არ ნებდებით მეგობრებო უმეტეს შემთხვევაში მაგრამ გამარჯვებული ბოლოს მაინც თანამედროვე ტექნოლოგია გამოდის, იმიტომ რომ ეს წაიჭრება, გაიზრდება, წაიჭრება ამ რეგიონში არის ეს ტიპი რომელიც ესე გამოცხობდა არა. იყიდეს ჩვენს არის თვითონ რაღაც კითხებით შემოვიდა რა ის ვადი გაკეთებულია და ასევე თვითონაც დარგული აქვს. როგორც თქვა თავკვერი. ანუ მეზობლები ყავს. ხო, მეზობლები რაღაცა მაგრამ რა თელობებში ვარ და არ ვიცი მაგას მაგის საუბრებს დაიწყებ. ხომი არ მახსოვს დავასრულებ რა, რასაც ვამბობ. და ეს ცუდია ჩვენი მაყურებლის. ჩაჭრები არა უშავს ლაბაძეც არაცდის ხომი არავის და კარგი რაღაცები მივიღოთ ლაბაძე. ესეთი კითხვა მაქვს. თუ ბიზნესი მინდა ვაგებ. ბიზნესმენი. აბა შენ ანუ ბიზნესუმენი. მივდივარ ბანკში და ბანკი მეუბნება რაღაცა სახელმწიფო შესაძლებლობებს მიფასებს. პრობლემებზე გადავიდე. ანუ მე მინდა ეხა დავიწყო ბიზნესი და ეს სახელმწიფო შესაძლებლობები რა შუაში არის? მართალი ხარ ნინო? არაფერ შუაში არ არსებობს რისკები. კარგია, მაგისტრის არსებობს ბაზარი მოგდანე. მაგისტრის არსებობდა ვირუსი, რომელსაც არ აინტერესებდა რა შემოსავალი ქონდა. არსებობდი თუ არა, გამოგქონდა 150 ლარი და შენი საბანკო კარიერასაც და ვირუსის ვალსაც ერთდროულად ასრულებდი, რომ 150 ლარი იყო შენი სარგებელი. ლუდიგი ბოძე. არა, მე მაინტერესებს ეს რა ხალხისთვის არის ეს სესხი განკუთვნილი. აწარმოეს ეს სესხი რა კატეგორიაში. ანუ მე მუშაობ, საქმე მაქვს ჩემი და პარალელურად ბიზნესს ვაკეთებ. შენ ყველაფერს შეგიძლია უგითხო აწარმოების გარეშე. გარდა, რადგან აწარმოემ ყველაფერს დაიხმარა ამ ეტაპზე. არა, მე განა აწარმოეს ვერ ერთი საინტერესო ერთი შეკითხვა მაქვს. თქვენ თუ მუშაობთ და ასე შემდეგ, რატომ არ შეგიძლია
დაამტკიცო რომ მუშაობ, არა, მე შევხედე მიცოდი. უბრალოდ აი მე ვფიქრობ სხვა ადამიანებზე, ვისაც მაყურებლები ბიზნესის დაწერს კეთება კაი. უნდა ნინო, და უნდა არ მუშაობს. ვერ აკეთებს ესე იგი ამ შეხს ვერ იღებს. რა თქმა უნდა, ვერ გადაიხო. ყველაფერს იმიტომ რომ უნდა ჭირდება გადაიხადო. წინაპირობა ეს პირველ რიგში. ეს სესხი არის და ეს სესხი არის რომ დიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ. ზუსტად არის მაგით შივილი მათ. სოციალ არა, ეს რაღაცაში შეგეწინააღმდეგებთ, იმიტომ რომ კაი, ცოტა კაპიტალიზმის წარსულებზე გადავედი. 5 წელზე რამდენი გამოდის თვეში? 800 არის. 8 კაცი. თვეში გამოდის 800 ჩვენ არის. 10 ვართ, არა. როგორ მართლა? 5 კაცი გამოდის 800. ფეხსაცმელს ერთ ადამიანზე რა გამოდის თვეში? 60 თვეში რაღაც ეგრე გამოდის. ხო, 800 ლარი. 800 ლარის გადახდა თუ არ შეგიძლია თვეში, კაცო, ჩვენ 10 ვართ კახა. ანუ ნინო, შეგიძლია მოსმენაც არ შეგიძლია, შენ გადახდა ნახდათ ვერ შეგიძლია. თუ 800 ლარს ვერ გადაიხდი თვეში, 50000 ლარი ნამდვილად არ უნდა მოგწეს ადამიანს. მე მაგაში ვერ შევეწინააღმდეგები. ეს არის სესხი. 0%-ში გაძლევა სესხი და კეთილი ინებე და დაამტკიცე რომ ხარ გადავხდეთ. კარგი, ძალიან რო არ შევიდეთ და არასაინტერესო არ გახდეს. რაიმე კურიოზ ხორი გაიქცე. ბოლო ანეკდოტი რომელიც გაგეცი რა კაცო. ბოლო მე შემიძლია მოუყვე და სავარაუდო პასუხებრივ დაგვიწეროს მაყურებელმა. თვითმფრინავი გამოცანა და გამოცანის პასუხები და ავტორი დასაჩუქრდება 250 გრამი ჯონჯოლის მწნილით. პირველი სწორი პასუხის ავტორი, ვინც ეს შეკითხვა იცის, იმან თავი შეიკავოს პასუხისგან. მოკლედ თვითმფრინავი არის. ეგ ძალიან საინტერესო მიდგომა, იმიტომ რომ ვინც დაწერს სწორ პასუხს, ხო? ხო. წინასწარ უნდა იცოდე? ხო, წინასწარ რა თქმა უნდა. მოკლედ ესეთი არის თვითმფრინავი ასრულებს რეისს A პუნქტიდან B პუნქტამდე, ჩამოვარდება კუნძულზე. კუნძულზე არ არსებობს არავინ სულიერი, არც წყალში, არც ხმელეთზე, არც ხეზე, არცად არ არსებობს სულიერი და ეს ადამიანი არის მანდილოსანი და 20 წლის მერე შეეძინება შვილი. თუ თქვენ პასუხს გვეტყვით, სწორ პასუხს, როგორ მოახერხა ამ ადამიანმა, რომ ყოლოდა შვილი, როგორ დაუსულ. ხო, როგორ დაუსულ და არც ორსულადაც არ ყოფილა ამ ჩამოვარდნის პროცესში. შემდეგ ანუ თავისივე შვილისგან ნებოდა ორსულად რო ყოფილიყო 20 წელი როგორ ინახა. არა, თავისივე შვილისგან რო შეძენოდა შემდეგ კიდე შვილი რა. ეგ ჩემი იდიოტი. არა, ეგ ჩემი აზრი არ არის ერთ-ერთმა ვისაც კითხიდან მიპასუხა და მოკლედ მაგაზე თუ დაგვიწერთ სწორ პასუხს 250 გრამ ჯონჯოლს მიიღეთ ჯონჯოლის წრეს ჩვენსგან. კიდე გიგა რა შეიძლება ვთქვათ გვერდინეთზე ამ თემაზე დაიმე. კაკლები ცოტა შეგვიშინა სიცივე. პირველი ლაივის მერე მაგარი ის იყო რა ქვია. თოვლი? თოვლი. თოვლი მოვიდა და ია. ხო. თოვლი იყო ნამდვილად. პამიდორობა მაჭრებია ეცნაირად. და ის ვაზმა ყველა ჩემი კვირტი ყველას აქვს თუ ეგ გაზაფხული ანუ ზამთრის გადატანას ნიშნავს დადებითად მაშინ ვაზმა ეს შეასრულა ჩემი აზრით და ძალიან კარგი არის ცოტა არ მომწონს ისინი ეს ლაივი ოღონდ როგორ რაიმე ის არ გვაქვს რენდომი თემები ინასტა განსაზღვრული არაფერია რა ეგა რაიმე თემები არ გვაქვს საინტერესო კითხვები ნინო შეგიძლია რომ დაგუსვათ ხო რა გაწუხებს გარდა საბოლოო ისტორიისა რა პრობლემა ხომ წამოვიდა პრობლემა ნუ ეს ამახალ გასაგებია ხა რა პრობლემებს არსებობს აქტუალური პრობლემები ხო შეგვიძლია მაგაზე ვილაპარაკოთ ფაქტებად აქტუალური პრობლემები დღეს იყო 150-ე არ გავჩერდებით და ძალიან კარგია რომ ძალიან ადეკვატური რაოდენობის საზოგადოება შეიკრიბა რაც მე ვნახე ყველა შემთხვევაში და ეგ არის ძალიან კარგი რაღაცნაირად ცოტა მომიშვა რომ ეს მოხერხეთ ალბათ თქვენ ყველა და ვალდიცებში ზოგადად
ვისაც შეუძლია ყველა გამოდის. კი. თან მას ბევრი ჩვენ არა მრგვალი რიცხვების ჯარისკაცები ვართ. ჩემთვის 150 გრამი ათეთრე გუშინ იყო, მაგრამ არ გადავიკვეთი არაფერი, აბასოთ ვიზუცე არაფერი. რათა შეიძლება. აუ, კახა, მე ერთხელ შენი აქციის ლუკი ვაჩვენოთ აქ არა? არა, მეგობრებო, არა. ზებრაზე გადავდივარ. იცნობა მე, ყველა იცნობს. არა, მეგობრებო, ზებრაზე მე არაფერი საქმე გამაგე. ზებ ხანდახან გავივლი. ეხლა ველოდებით მწვადს. ხო. მაგრამ ისე გუშინელ თემას გავაგზავნე. შეიძლება. გუშინ შეთქვი სემიჭკაზე. შესუნძილეს. შესუნძილეს. შეგიძლია გაიგეო, თუ შეგიძლია. რა თქმა უნდა. სოციალური ეკონომიკური ფაქტორია. და დღეს მე გამახსენდა, იარა და როცა უყურებდი ჩვენ პაპას. აი მაგაზე მეცდა და გუშინ ამბავი ფინანსებთან და შემოსავალთან დაკავშირებით რა თქვი? დიახ. ხო, მოკლედ ეს აუგადი კი ანუ მოკლედ რეალობაა, რომ ზოგჯერ ისე ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ ზესუნზირის ყიდვა მიწევს რომ წინასწარ დაუგეგმო რა, ესე დაუგეგმო ზესუნზირას ვერ ვიხოლ. ის ბიუჯეტში და გაწერ. მაგრამ შემიძლია რომ კარგი ვისკი შევიძინო, ზოგჯერ ისეთი დღეებიც მაქვს, რომ არის მომენტები, როცა დაუგეგმო ზესუნზირას ვერ ვიცენ რა. ხო, დღეს მე კატას უყურებდი. ჩემ კატას აქვს დიდი ყუთი, სადაც ყრით ხოლმე ქვიშას. და იქ ისაფრებს რა, თავის ბუნებრივ მოთხოვნილებს იკმაყოფილებს რა. დღეს გადავწყვიტე მე, რომ კატას ვასწავლო ტუალეტზე დაიჯდომ მოწვა. სერიოზულად, იმიტომ ეს ქვიშა ჯერზე მძიმეა. და მეორე საკმაოდ აი უნდა გაწერო, ათი და გაწერო ეგეც ზოგჯერ. ზოგჯერ. ანუ კრიზისები მომდენო ლაივში ჩემი კატა. უნიტაზე. ასევე არა, ასევე მეგობრებო, აქვე ჩვენ ნახეთ მეგობრებო, თავაზობთ კოლაპს. თავაზობთ კოლაპს ესეთ რაღაცას. სოფელში პრობლემა არის, ზოგადად ყველა სოფელში არის პრობლემა, სადაც ნაკლებად დასახლებულია, როგორც მაგალითად უღელტეხილებზე, ისევე აქ მიუსაფარი ძაღლები. ეხა მართლა დაგვავიწყდა, იმიტომ რომ მე გამახსენდა ოღონდ, სიმართლე ვთქვა, გამახსენდა ოღონდ ქარელს გამოშორებული ვიყავთ თან ავტომობილში დაძაბული სიტუაცია იყო და მოკლედ გადამშორდა რაღაცის გამო, თავს არ ვიმართლებ ისე და რაღაცნაირ კოლაპსზე თუ წავალთ ეს მაგ საუბარი ცხოველების კვების ორგანიზაცია, ანუ ეს მარკეტებთან და გიგას თუ ქვიშას დაუფინანსებ, ეგ ოკეი, კარგი იქნება. და არა, უბრალოდ ზედმეტი ხარჯია ჩემი. არა, ხო, თუ ქვიში არა. აი ჩვენც უკან, როგორი გამხდარია. სულ ერთად გვაქვს ესეთი შემოთავაზება, რომ თუ ჩვენ გვექნება ფასტაკლება, ანუ ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ამ სოფელში რაც არის ცხოველები, რომ გამოვყვებოთ, ჩამოვიდეთ, ჩამოვტანოთ ეს საკვები და რაღაცნაირი ის იყოს რა. კეთილი საქმის გაკეთება თუ შესაძლებელია თუ არ და მე რაღაცნაირად ხო რა მაგ თუ არა ბიუჯეტში გავწერთ და ვალდებულებას მე კიდე აი ცუგრიკებთან ვდებ პირობას რომ აწე საჭმლის გარეშე ჩამოვალთ არასდროს. ნუ პური და რაღაცები ვაჭამეთ, მაგრამ ხო, მე კაი ჩართვა იყო და ხო მეგობრებო ცხოვრობ თავად ახლა ცხოვრობ. და გიგას ანათალები ჭამეს ფოთაშორის ხორცი. ხო, ხორცის ანათალ რაღაც ცოტა ცილები ოღონდ მიხედვათ ჭირდებათ და რაღაც ისე ვიზავთ, რომ დაუნებდეთ ჩვენ ჩამოვიდეთ, მაგალითად, შეგვიძლია მეზობლებს დაველაპარაკოთ, რომ ჩვენ არ ვიქნებთ ყოველთვის საჭირო, მოგოთ რაღაცას დავგეგმოთ. მაგას და შემდეგ ლაივზე გეტყვით ყველაფერს უკვე დეტალურად, რაღაც წამლები იქეთ-აქეთ, პატარა რაღაცები იქნება. კარგი იყო გიგა, კიდე რა თემა გვაქვს? საკმაოდ მსუყელი ლაივი გამოვიდა, აგერ უკვე მე-19 წუთია. ხო, რაღაცები ამოიჭრა 3-4 წუთი ნამდვილად ამოსაჭრელია მან და ეხლა ხო მარხვა დამთავრდა, ხო ვწვალთ. აღდგომა გადავაგორე. აღდგომა. კვერცხიც გადავაგორეთ და აღდგომაც გადავაგორე. სხვათა შორის კი. ხო, კი. რა ხდებოდა დასავლეთის გზებზე? დასავლეთის გზებზე? აუ, მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე ძალიან გვიან ანუ რაღაცა მე წამოვედი. ორ შაბათს მე ბათუმიდან წამოვედი ორ შაბათს. და საბშაბათში
არა გოგო ხურშაბათს ადრედილი და რომ გამაცილეს რა ჩემო მამიდაშვილებმა რომ გამაცილეს ხო გიორგიმ გამომაცილეს პასინდა კიდეში ანუ ყველა ერთად გიორგი. აშენებთ ბატონი კეშას გარდა მიმიყვანეს ნუ ბანკანი მინივეს წამოვყო და ეს გიორგი ძალიან კაცრად მითხრა რომ არ წახვიდე ხვალე წადიო რა შანსია რა ვერ ჩახვალე ლევანი? ფილისამდე ლევან ხოლმე ყოზე თორში ყავს ლევან აქ რო გაუჭრათ ძმა ესე ერთი ნაჭერი მეორეზე გადავადოთ და ხორცის ტექსტურა ჭრილი მოგეთ იმის მამინდა რომ საღამოს 11 საათი წამოვედი და გზაში მანქანა არ შეგვიდი მანქანა აი ანუ შენ მართლა ორ შაბათს წამოხვედი და სამშაბათს ჩამოხვედი. ორ შაბათს წამოვედი თბილისში 23 საათსა და 15 წუთზე და სამშაბათს ჩამოვედი 4 საათსა და 50 წუთზე თუ რაღაც მე სამშაბათს წამოვედი აი კოლეჯში ძალიან კარგი აღდგომა იყო 1500 საფლავი რაც საბოლოოდ ნახე რომ 1500 საფლავზე ვიყავი ანუ 1500 საფლავი მოვინახულე 1500 კვერცხი გადააგო რა? ნინო მოვინახულე თქო 1500 კვერცხი კოლეჯში არ შეღებინა საერთოდ ალბათ და რავი ძალიან ისეთი ძალიან ძიმედრია რა არა და პირიქით უნდა იყოს ისეთია რა რაღაც ბევრს გაფიქროთ და რაც დადებითი არის რომ ეს ტრადიცია აღნიშნა პასკა ნაგეტსები ხაჭოს პასკა კულინარია გასტრონომია კი და კარგი იყო უბრალოდ მე 1 5 6 7 8 საათი დავკარგე არა და მოვდიოდი მაგრამ რატომ მოვდიოდი ვერ მივხვდი თელიც არა ძალიან ცუდად ვიყავ რა ვერ ხდებოდი რა სტანდარტულად ბიჭებმა გამოსვლეს რაღაც ამბობ. კაი აქედანაც რაღაცები ამიჭერება ალბათ. აი სამომავლო გეგმები ვთქვათ ახლა და ხომოდი ვარ. ეითი გაცით. არა ხოლმე დასამთავრებელი. გასაღობია და შესაწამლია ზურავ. დღე მოკლედ ყველა შეგვიძლია დავახასიათოთ ადამიანები. ყველა აქ რა გქონდეს დეითი? აუ ხოლ დეით არა ხო არ გადავთ მე ნახავს ამ ლაივს და დეითი მეგო no რაც მე სულაპარაკ არ იქნება რაც მე სულაპარაკ ბროკლეობას ვუყარ ხოლმე ნახოთ ჩვენ სალფეტკი ხელსაყრელი აქ არა ეხა მაგის დავამთავრები აი არა შეფში გადავა არა პრობლემა კარგი ბაზარი არა მოკლედ ხვალ არ მოგაწოდე ხვალ მივდივარ მეგობარი უნდა ვნახო რომელიც ძალიან დიდი ხანი არ მინახავს და კიტრი წუდა დაიღე ხელში. მეგობარი არის რუმინეთიდან ჩამოვიდა და რუმინეთში რა უნდა? ეს ახლა რამდენი წუთი დავუჭრათ? რუმინეთში ეწია ბეთს, ხო და ესეთი უნდა ვნახოთ, ხო? მე და ნინო ალბათ თუ ნინო შენ ვერ ახერხებ? ელენაზე. მე ხელს არ შეგიშ. ვერ მოდი ხარ? ო, რასამ წუხარ, ვერ ახერხებ ახლა დილით უნდა და ხო? ნინო ეს ხო გარეცხილი. სხვასაკრები. სხვა საქმე გავუჩნდა. კარგია. ერთი დადებითი რაც არის ჩვენ დღევანდელ ვიზიტში არის ის, რომ ვერ ახერხებენ ჩვენი თანაგამზიარებლები ამ მიწის აკყოფნას, მაგრამ ახერხებენ თავისი შეყვარებულები, დები, ძმები, ბიძაშვილები. და არ ჩერდება ადამიანი ახლა. ლევან, ხორცი როგორ იქნება ხანში იქნება? ის რა სამწუთში. 10 წუთში, კარგია. 10 წუთი უნდა ვისაუბროთ. იმაზე. რაიმე შეკითხვა გაქვს ნინო? აი, მე ერთი შეკითხვა. სადღე დეით სადგეგო. მე დეითი არ მაქვს, მეგობრებო. მეგობრის შეხვედრა სადაფლო. რა როგორ გარემო? ჩემთვის ვისაც საჭმელი, ქართული საჭმელი აქვს მონატრებული ყველაზე კარგი ალტერნატივა თბილისში რაც მგონია არის ცეხში რა ცოტა მოდერნ და ცოტა კარგი და თავად რაღაც სხვა მომწერა ვიღაცის ბაღიო თუ რაღაცა და ეგ ცოტა ისეთი მაგრამ ამ ცეხშიც ყველას მიყვანა არ მინდა რა ეგ რაღაცნაირად მე და მარიამ მგონი თუ რაღაცა ლევანმა თუ რაღაცა აღმოჩინეთ მე გაბაზრდა და ეგეთი რაღაცები მიტყვა და გააფუჭეს ისა? არა კი არ გააფუჭეს ბევრი ხალხი რომ ბევრი წარმოება დაიწყეს და ხარისხი არ ნო ხალხი რომ მიდის მიტყდება რა ეგოისტორია ძმა არა ქრისტიანულია
ნუ არც არა მუსლიმანური სხვათა მაჰმადიანი. ძალიან მითხდება ცოტა და იმენ კაი რაღაცა ისტორია ხო არ მომეყოლა ისტორია კაი ისტორიას მოყოლა სასირი არ აქვს. ისტორიის ცალკე ისტორია. დღეს სტუმარი ყავს, მაგრამ კადრში არ შემოვიდნენ და. ეხა დაუძახით ამჭერ. ქრისტო! აუ რამდენი please მოდი რა ერთი წუთი. Please tell me a room. მოდი ერთი Please წუთი. tell me a room. ერთი წუთი მოდი. მორჩით საქმეს. აღავნა გოგო, როცა რაღაცა საქმე ხედავ იხრება, მაშინ არ შეიძლება მუშაობა. შეგიძლია რომ მოხვიდე რაღაც საქმე გვაქვს. ვაიმე, კაი. ალბათ გიგა რაღაც თემა რა, ისეთი ყუთი არ გვაქვს რომ ამოვუძოთ. ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ სადმე და ვის რა ინტერესებს. იმასე ვკითხო, კაი, გოგის კითხე რაღაცა კითხვა. კითხვა კი არა და კითხე რა ინტერესებს გვერდზეც, რა, რაიმეზე ჩვენი აზრი თუ ინტერესებს. აუ, გოგის კითხვა კორწული როდესაც. ან რომელი იმის დავადებით თანახმად. არა, კითხე რომ რა შეკითხოს დაგუსვავ და გვერდზინეთის კომუნას. ვის ურეკავთ? გოგის. გიორგი ბერი. ვერი გოგი, ვითხარ ლაიქში ვარ. იქ ხარ ხარ ძმა, რომელიმე თანაშრომლის დაბადების დღეზე ძმა. ახლა ნუ ძმა. შენთან ხარ? კაი, რაღაც შეკითხვა მაქვს ძმა, რა. ეხლა ლაივში ხარ შენ და მაინტერესებს რამე შეკითხვა ხო არ გაქვს ან კახასთან ან გვერდზინესთან დაკავშირებით ან რამე ზოგადად რამე ხო არ გაინტერესებს იმიტომ რომ თემები დაგველია და გვინდა რომ რამე რენდომ თემა გავაჟღეროთ და ვილაპარაკოთ რა არა სერიოზულად გეუბნები რატო უნდა გეღადაო როდის მიღადავია სამაგერ გიგა ფიქრობდა კატას. ყველა ჩავჭრა. და მაგის გარეშე გულთურჩის გარეშე რები. გვერდზინ დაიკიდე. გვერდზინეთი დაიკიდე ძმა. სხვათა შორის მე ხა გეტყვი გამოსავალს მაგ ქვიშის და კატის. მე უკვე მოვიფიქრე ეს. და აი შენს გამოგადგება კიდე კაი დაგირეკებ. მოკლედ მე გადავწყვიტე რომ კატას ტუალეტზე დაждობა ვასწავლებ ძმა. უნიტაზი. აუ კაი მართლა მე ეგეთი ქვიშა მაქვს. არა მოაშორას ეს კატა ამბობს. მარილის სტუდიაში როცა მარილის სტუდიაში. აი ლევან. აი მოხვალ. ეს ესე მობამარო. აი ძმა. მარილი. აი შენ შეკითხვა კი არა ინფორმაცია მომაწოდე. შეკითხვა არ ხონია. ქართული გარაფერია. ვიტეისა. კაი ძმა, კარგად იყავი. რო ჩამოვარგეთ. ბიჭო, დღეს ის გამოდი შეჩემო მისვინე. ზვიადი მოდის და დახტი რა ძმობას გახსნა. კაი, კარგად იყავი. არაფერი თემა. ძალიან საინტერესო ჩართვა იყო. მეგობრებო, შეგიძლიათ ქვიშა გამოგვატანოთ ძაღლებს დაუყრით. ერთი ეს არ გაწყდეს. ლევან, რაიმე შეკითხვა ხო არ გაქვს რენდომ თემაა რა სისულოდი. აუ, მოდი ვითამაშოთ. თამაში. რა თამაში? ის შენ რო ვითამაშოთ. მიდი. ვითამაშოთ ხალთან ახლა? დავაი ვითამაშოთ. კაი, მიდი. დავითვალო? რა? სიტყვა უნდა თქვა ჯერ შენ? მე რა სიტყვენ უნდა თქვაც? სო. კაი, ვიცი. მიდი. 1 2 3 კვარი. კვარი და ლუდი? ხო, შენ რა თქვი? მე არაფერ ვითვლი. ამათ უნდა სიტყვები. სიო, ეხა მოიფიქრე. ამ ორივემ უნდა შექმნა. შენ თავს ვიცავ, ორივემ უნდა შექმნას. ამ ორივემ ერთი ნაჭერი მინდა რომ აქ დავდოთ. აქ დავდო და გავუჭრა. ერთი ნაჭერი რა, რეკლამისთვის.
პურიანად. რამე გამზადე რომ მოვიტანო და გაჭერინო. ხო? ერთი ნაჭერი რო ვანახო ესე გავჭერო. პურზე კახა. სად არის პურა? ყვარი და ლუდი. რა სუქნის. ო, და მე თვითონ ამოდან ხარ გამოვიწერით ეს. აგირა მინისტრი რა. არო მინისტრი ყვარი და ლუდი ერთად. ყვარი და ერთად რაღაცას ქნისმა, მიდი. დავითვალო? ყვარი და ლუდი. და უნდა ვთქვა ერთი თუ გავიხსენო, ერთი თუ სახელს ვიხსენე მეგობრებო. იდეა ვიცი. არა მარტივად ჩორს არ წახვიდე, ამ ტერიტორიას არ გაცდე. არა, მოიცა. გზისკენ წადი, გზისკენ. ჰა. ასე წავიდე. გზისკენ. კაი, ეგ ახლა ვიცი რაც უნდა თქვა. კაი, სხვა. რის თქვას ვაპირებ, იცი? კაი, მიდი, დაითვალე და ვიტყვი იმას, რაც რის თქვას ვაპირებ. კაი, მიდი. 1 2 3 კონიაკიზნა. კოდიაკი და მწვადი. კაი, კონიაკი და მწვადი. მწვადი სტუდიაში. შუქია, განათება აღარ გვივარგა. ერთი წუთით. მაგას ვიძახდი წერან. არის დავთ მეგობრებო. მარიამ მოიტანე კამერა. ეს პური ამაზე დადი ზოგადად. ო, ეს დამჭდარი. ხო და ერთად არ დააკავა. ეს ვისია. ლევის ვადონდა. გასაჭენია? ერთი ცალი მომებრო. ოღონდ კარგი ნაჭერი რომელიმე ესე რო გავჭრა და ზემოდან დავდა. აი ეს ნაჭერი. აუ, ყველაზე შორი ნაჭერი მოინდომა. ეს იყოს? კარგი მამა. აშოვე რა. უტოტა თითელი მოაშურები. ალბათ არ მომწონს ეს ხორცი და სად იყიდეთ? იქ იმ კაცს. არ ჭამოთ რა. არა, განა ის არის. მეც არ მომწონს მეგობრებო აი ესეთი. შემწარი კარგად. ძალიან არის შემწარი, მგონი ცოტა აქციის ველე რაღაცა კარგი იქნება, ამას ან ამოვჭირთ, ან დავტოვებთ. ეხლა გავსინჯავ. ლევანს აქ ოქროს ხელები. ეხლა გავსინჯავ. ძალიან შველია. არასკობა. მეგობრებო, პრემიქსი მოიტანა ცოტა. კარგი, დავემშვიდობოთ მაყურებელს, ხო? მეგობრებო, ჩვენ ახლა შევჭამ. სიდან ისმის ანგელოსთა სიმღერა და გალობა. დროაზე სამხოლოდ არ მოგაკლოთ წყალობა. კარგად იყავით. კარგად ბრძანდებათ. ერთ ორ სამოთხ მაყურებელო.